მხოლოდ ქართული სპონსორია ფარმაცევტული კომპანია GM Pharma. ცენტრალური ამერიკა, პანამა, ხინკალი, ხაჭაპური, ნიგუზიანი ბადრიჯანი, ფხალეული, მალე ქართული ღვინოც. სადღაც საქართველოსგან ძალიან შორს, ოკეანის მიღმა, ქალაქის ქუჩებში გაივლით და უცებ სრულად მოულოდნელად საქართველოს აღმოაჩენ. ქართულ მელოდიებსაც გაიგონებ და ქართულ სურნელებსაც იგრძნობ. ქართული სტუმარ-მასპინძლობის ამბავიც აქ გვხვდება და კულტურული მემკვიდრეობებიც. უცნაურია, უჩვეულო, მაგრამ რეალობაა და ეს რეალობა გუგამ და ელენემ ერთი წლის წინ ბევრი სირთულის, შიშის და რისკის მიუხედავად შექმნეს. სამსახურეობრივმა საქმიანობამ შორეულ კონტინენტზე აღმოაჩინათ, მაგრამ მალევე იმაზე ფიქრი დაიწყეს, რაღაც საკუთარი შეექმნათ და აბა სხვა რა უნდა შეექმნათ თუ არა პატარა საქართველო და ძველი პანამის ქუჩებში. ტურისტულად დატვირთულ ადგილას ქართული რესტორანი ლამროც გამოჩნდა. ამ კონტინენტზე არ იყო, არის რაღაც ვიცი რომ გაგვიგია რომ არის რაღაც კაფე, მაგრამ ქართული არ არის მთლად და აღმოჩნდა რომ არც ამ ქვეყანაში და ზოგადად ცენტრალურ ამერიკაში ქართული სამზარეულო არ იყო. და მოკლედ მიუხედავად, ჩემი მეგობრებიც და ვისაც გამოცდილება ჰქონდა მიმართულებით, ყველა მეუბნებოდა, რომ ძალიან რთული საქმიანობა იყო და არ მირჩევდნენ მით უმეტეს უცხო ქვეყანაში, ისეთ ქვეყანაში, რომელშიც სხვა ენაზე ლაპარაკობენ, ესპანურთან და არასდროს შეხება მქონია და მიუხედავად ამისა, მოკლედ მაინც გადავწყვიტეთ, რომ ეს საქმიანობა და რესტორანი აგვირჩია. პანამაში ქართული კულინარიისა და კულტურის კერა ერთი წლის წინ გამოჩნდა, თუმცა რესტორნის გახსნამდე გასავლელი გზა გრძელი და დაბრკოლებებით სავსე იყო. ძალიან ბევრ სირთულესთან ჰქონდა შეხება და თან თვითონ ეს სივრცე, რომელიც ვიქირავად დავირჩიეთ, იყო შავი კარკასი ხო? შავი კარკასი, სადაც არაფერი არ იყო, საერთოდ გაყვანილობა, გალესილიც არ იყო. და აი ამის რემონტიც ჩვენ თავზე ავიღეთ, მოკლედ და ორმაგად რთული იყო იქამდე მიყვანა, გახსნის დღემდე მიყვანა ყველაფრის. აქედან გამომდინარე ძალიან რთული 8 თვე იყო ჩვენთვის და დაგეგმილზე ბევრად ხო 6 თვით გვიან გავხსენით. გამოწვევები არც რესტორნის გახსნის შემდეგ გამქრალა. პანამაში, სადაც ქართველების რაოდენობის დათვლას ხელის თითებიც გეყოფა, ჩვენი ქვეყნის შესახებ თითქმის არაფერი იცოდნენ. არც კერძებისთვის საჭირო ინგრედიენტების მოძიება ყოფილა მარტივი, თუმცა ბევრი მცდელობისა და მონდომების შემდეგ გამოვიდა. ინტერიერი ავარჩიეთ ქართული, ასევე მენიუ ჩვენი არის, მოკლე მენიუ, არ გვაქვს დიდი არჩევანი, იმიტომ რომ გვინდა და ავთენტური გემოების დასმა, რაც არის საქართველოში მაღალი ხარისხის რესტორნებში და მაგალითად იმიტომ რომ ლობიო და ლობიანი არ გამოგვდიოდა ისეთი როგორც არის ჩვენთან, რადგან აქ განსხვავებული ლობიო იყიდება, საერთოდ არ გვაქვს მენიუში. და მოკლედ მოვიძიეთ სუნელებიც, ხან ინდურ მაღაზიაში ვყიდულობთ, ხან ქოშერის მაღაზიაში ვყიდულობთ, ხან თურქულ მაღაზიაში ვურევთ ერთმანეთს და ვიტყოდი რომ 100%-ით, ასე ვთქვათ, ავთენტური ქართული რესტორანი გვაქვს. ასე გააცნეს საქართველო პანამას და მხოლოდ კი არ გააცნეს, შეაყვარეს კიდევაც. ახლა უკვე ლამროში მისულ ადგილობრივებს თუ სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ ტურისტებს ქართული კერძების დაგემოვნების და კულტურის გაცნობის შემდეგ უკვე საქართველოში მოგზაურობის სურვილიც უჩნდებათ. ვინც მოდის და პირველად სინჯავს ქართულ სამზარეულოს, მათ ძირითადად უკვე მოკლეული აქვს ხოლმე რაღაც ინფორმაცია უკვე, რომ საქართველოს სად არის და სად მიდიან რა, ესე ვთქვათ, რატო უნდა გასინჯონ ქართული საჭმელი და თუ ჩვენ ხშირად რა თქმა უნდა იქ ვართ, დაემთხვა რომ იქ ვართ და გვესაუბრებიან, მე მგონი გაზრდილი ნაკადი იქნება პანამიდან ტურიზმის სტატისტიკა საინტერესო იქნება.
ქართველი შეფმზარეულიც კი მოიძიეს პანამაში და რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, ადგილობრივებს ქართული კერძების მომზადება ასწავლა. ახლა კი ლამრუში მისულები აღმოაჩენთ, რომ ხინკალს, ფხალეულს, ხაჭაპურს, მწვას თუ ჩაქაფულს აბორიგენი ინდიელები ამზადებენ და თან ისე ამზადებენ, რომ ქართული გემოები არსად იკარგება. ხანდახან სამზარეულოში რომ შევდივართ ხოლმე და ვხედავთ რომ ინდიელები ამზადებენ აჭარულ ხაჭაპურს მართლა რაღაც უცნაური შეგრძნება არის მაგრამ ძალიან კარგად გამოდით და თვითონ გიждდებიან ქართულ სამზარეულოებს აი ჩვენი თანამშრომლების WhatsApp-ში რო შეხვიდეთ ზოგს ხაჭაპური უყენია ესე ვთქვათ ფოტოზე და ზოგს ხინკალი და მოკლედ ძალიან მოწონთ რისკი იყო, მაგრამ გაამართლა. ხოდა რადგან პანამელებმა ქართული რესტორანი შეიყვარეს, ახლა გაფართოებაზეც დაიწყეს ფიქრი. მალე ქალაქის ცენტრში უფრო მასშტაბურ სივრცეს გახსნიან და ცენტრალურ ამერიკაში საქართველოს დროშასაც უფრო ამაყად და მაღლა აფრიალებენ. ხოლო ქართული სპონსორია ფარმაცევტული კომპანია GM Pharma.